ორთაჭალის ავტოსადგური თურქული ქაბაბის სახლი. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვართ, ბუნებრივია, რომ ყოველთვის მგზავრები ტრიალებენ, აგერ ჩანთებზეც ეთყობა, რომ ჩამოსულები არიან და მგზავრები შემოდიან სად? კაფეში. ამჯერად ჩვენ ვართ თურქულ კაფეში და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სტუმარი მიირთმევს ტრადიციულ ჩაის. სისუფთავე არის, სხვათა შორის შემჩნეული მაქვს, რომ თურქულ კაფე რესტორნებში ხშირ შემთხვევაში სისუფთავე არის ნამდვილად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამზარეულო ყოველთვის ყველაზე მოწესრიგებულია. არა. ახლა შევამოწმებთ და ვნახავთ, აბა აქ რა ხდება. აქ სიგარეტს რატო ეწევით? ეს რა არის? ეს სამზარეულოა თუ რა არის? სიგარეტს რატო ეწევით აქ? ღომელის თავზე ვნახოთ გამწოვში რა მდგომარეობაა. გამწოვში კი ხედავთ, რომ კონდენსატი არის. შეხედეთ აი რა მდგომარეობაა. შეხედეთ კონდენსატი არის გამწოვში. უჟანგავი კარგი მაგიდებია, ქვაბი გაწმენდილი და სუფთაა. რასაც ყველაზე ვერ ვიტყვი, ტაფებზე ვერ ვიტყვი, იგივე ტაფები დასამუშავებელია. ხორცის გალღობა მიმდინარეობს. მაცივარში კულერი ნახეთ რა მდგომარეობაშია, მაცივარში ცოტა პროდუქტია. აი შეხედეთ როგორ მდგომარეობაშია, ეს უნდა იყოს დასრეტილ ზედაპირზე, რომ აი ნაჟური წყალი არ აბინძურებდეს პროდუქტს, ან გამდინარეში უნდა იყოს. ნახეთ სოსისები როგორ არის მოუწესრიგებლად. საერთოდ არ ვიცით საიდან არის. ეს რძე საიდანა გაქვთ მოტანილი? რამდენად უსაფრთხოა დოკუმენტაცია, რამე გააქვთ ინფორმაცია ქართული კანონმდებლობით, ინფორმაცია უნდა იყოს, სტიკერები არსად არ არის აბსოლუტურად. აი ამას, როდესაც გამოიღებთ, გადააფარეთ მაინც რამეს, აი ნახეთ, მაცივარი გასასუფთავებელია, შეხედეთ აი ნარჩენები როგორ არის სამწუხაროდ. ეს რა არის ყველი, ყველიც ასე არ უნდა იყოს, ზევით უნდა იყოს, გასტომას ფერით შეცვლილი აქვს, მაცივარი აშკარად დასალაგებელია, ობიექტიც დასალაგებელია, ძალიან მწუხვარ, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც გარედან როგორც ჩანს არის არაჩვეულებრივად დალაგებული, მოწესრიგებული ობიექტი მომეწონა, გამიხარდა იმიტომ რომ ჩვენ ვართ თბილისში და ორთაჭალის ავტოსადგურში, სადაც სავიზიტო ბარათია და უამრავი ტურისტი შემოდის და საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა მიმართულებით სარგებლობს ამ ტერიტორიით და თუ კი მოშივდება რა თქმა უნდა აქაც შემოდის, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართულ კანონმდებლობას ექვემდებარებოდეს სიტუაცია და ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. აი რაც მე არ მომწონს, მინდა აღვნიშნო, ეს არის ძალიან დაბინძურებული იატაკი. იმიტომ რომ სტუმარი რო დგება აუცილებლად უნდა მოიხვეტოს იატაკი დალაგდეს, იმიტომ რომ აი ეს ნარჩენები არ უნდა იყოს იატაკზე. არ მომწონს რომ აი წითელი წიწაკა არის ღია მდგომარეობაში, თუმცა სამარილე საპილპილე დახურულია. შაქარსაც აუცილებლად ხელით აიღებენ და შეეხებიან შემდეგ შაქარს და მერე ხელით გადატანა ინფექციის ძალიან მარტივია, თქვენ იცით და ეს ცუდია. აგერ მშვენიერი ჩაი მოიტანეს, სტუმრები მიირთმევენ, ძირითადად არიან თურქის სტუმრები, თურქეთიდან ჩამოსულები, მაგრამ ადგილობრივებიც მოდიან. დახლა მაცივარი, რომელსაც ხედავს მომხმარებელი, მოწესრიგებულია და ეს კარგია, მაგრამ ის რომ სამზარეულოში მაცივარი, რომელსაც ვერ ხედავს მომხმარებელი და ისეთ ცუდ და სავალალო მდგომარეობაშია, ეს რა თქმა უნდა ცუდია. ამიტომ გვჭირდება ჩვენ მადონა კოიძე და სახალხო კონტროლი, რომელიც შეამოწმებს იქ რა ხდება სამზარეულოში. აი ნახეთ როგორ მოუწესრიგებელია ყველაფერი, აი ამაში იწვება ხორცი და ალბათ თევზიც, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ბოსტნეულის მაყალია, აი ბოსტნეულის ნარჩენებიც არის, აქ არ იფიქროთ რომ ეს ადგილი არ ფუნქციონირებს და აი ნახეთ ტილოები რა ტილოებს ხმარობენ აქ, აი სრული ანტისანიტარია და სრული კატასტროფა არის. აი აქ ხდება დამუშავება ხორცის, აი ნახეთ, ამას შეხედეთ. და ეს რაზე არის, აი დადებული სალმონელას გადატანის გრის ფაქტორი არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ კვერცხის კონტეინერზე დევს ხორცის დასამუშავებელი ჩაქუჩი და აი ამაზე ხდება მისი დამუშავება და კუნძის ბინძურია, კონტეინერის ბინძურია, ჩაქუჩიც ბინძურია და ადგილიც ბინძურია. ჰასპი გააქვთ დანერგილი ობიექტზე? უსაფრთხოების სისტემა? მაშინ მათ ჩვენეთ რა ტემპერატურაზე ინახავთ პროდუქციას? ჰასპის ვინც ავსებს იქ შემოდის და მიდის. შემოდის და მიდის კი არა, მაცივარი რო გაიღება პერიოდულად უნდა ხდებოდეს აღრიცხვა და ჩანაწერები.
აქაც არასწორად ხდება დეფროსტაცია ნაჟურ წყლებში, მაცივარში კი კარგია, მაგრამ წყალში თვითონ არ უნდა ტიპტილობდეს. აქვე არის რისკ ფაქტორი ჯვარედინი დაბინძურების, იმიტომ რომ ხორცი, ცომი, ბოსტნეული, ყველაფერი ერთად არ უნდა იყოს. ქვაბს აი ამოტეხილები აქვს ცოტა ზაქედან უყურებ და ქვევით ახლა მე ვერ ჩავიხედავ და არ ვიცი რა ხდება, რა მდგომარეობაშია. ყოველ შემთხვევაში თვითონვე გააკონტროლონ და ნახონ. დანარჩენი სასმელების დახლია და ჩვეულებრივად არის ლამაზად გამოდებული, გაპრიალებული, ნეტა ასე გაპრიალებული, შიგნით იყოს მაცივრები. ნახეთ პროდუქცია რა ლამაზად დეს. ეს ყველაფერი შიგნით მზადდება? შიგნით მზადდება ყველაფერი. ერთი თხოვნა მაქვს კიდე, არ შეიძლება რომ აი ტანსაცმელი ნახეთ, კურტკები, ასე შემდეგ იყოს იქ, სადაც საჭმელის გაცემის ადგილია. ეს ჰასპი ვინ მოგანიჭათ, ეს მაინტერესებს. ჰასპის სუნიც არ არის აქ. ჰასპის არც ერთი პრინციპი არ არის გათვალისწინებული, აბსოლუტურად არც ერთი კრიტიკული წერტილი არ არის გამოვლენილი და მისი მართვის შესახებ არაფერი არ იცის თანამშრომლობა. მერწმუნეთ, ეს არის უბრალოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს თვალის ასახვევა დანერგილი ვითომ ჰასპი. სინამდვილეში აი არ ტემპერატურულ რეჟიმის კვლევა არ ხდება, არც ეტიკეტირების, ალერგენების გამოყოფა არ ხდება. აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ აქვს მომხარებელს მიწოდებული და ეს არის ძალიან ცუდი და სავალალო, იმიტომ რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ბიზნესი, მაგრამ უნდა ექვემდებარებოდეს და ემორჩილებოდეს ქართულ კანონმდებლობას. ვარკეთილში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის, ჯავახეთის ქუჩის ოდნავ სიღრმეში არის რესტორანი მონადირე. ამ რესტორანზე მოგწერეს არ მოგიყვებით ახლა შინაარს, მაგრამ ნამდვილად მივხვდით, რომ უნდა მოსულიყავით აქ. რესტორანი არის ისეთ ადგილას, აი თუ იცით, ცენტრალურ ქუჩაზე არის რესტორანი ხვაჩკარა და იმის უკან არის სიღრმეში ეს რესტორანი. ვეძებდით დიდხანს, მაგრამ ვიპოვეთ და აგერ აღმოვაჩინეთ. მადონა სამზარეულოშია, მე გარე პერიმეტრს ვათვალიერებ. მაცივრები კოროზირებულია. ზევიდან წვეთავს, რა არის ეს? არა, მჟავი არ არის, ზეთი არის. რაღაცა ქონდათ ალბათ ზევიდან დადებული და იქიდან გადმოვიდა. კოროზირებულია აბსოლუტურად ყველა თქვენი მაცივარი. ეს გამორთული მაცივარია, ხო? აქ რა გაქვთ? ხორცის დასამუშავებელი. სათავსოარი და ხორცის აპარატია, გასატარებელი აპარატია. ამაზე გავაკეთე კომენტარი, ვერ ვხვდები, სრულიად შოკირებული ვარ. ასეც თბილისში ნამდვილად არ უნდა იყოს სამწუხაროდ. აი აქ ნახეთ, თავდახურული უნდა იყოს ყველაფერი აუცილებლად. ქათამი ნიუ-იორკში. ეს შემწვარი ქათამი. ეს რა არის? ოსტრი. სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობა, რასაც ვხედავ. ხორცი ბრწყინვალია. ხორცბედულო გასობს. აი თვითონ აგებული ნახე. ხორცი, იცით რა, ხორცი თქვი რომ ძალიან კარგია, კი ბატონო, მაგრამ ხორციდან გაკეთებული კერძებს როგორ ინახავთ და ის მეორადი კერძები ამდენი რაოდენობით რატო გაქვთ შიგნით? აი ეს მითხარი. ეს მითხარით. კი ბატონო. მაგრამ აი საყინულე და მაცივარის გამიჯვნა არა გაქვთ. საყინულეში რატო გიდევთ ეს პროდუქტები მითხარით? ეს საყინულია თუ მაცივარია? საყინულე მაცივარია, მაგრამ თიშავთ ხოლმე როცა პროდუქტზე იმასქნის რა. ეხა ის ეს ჩაყინულია ხორცი, კი ბატონო. ისენი რა არის? გოლღვიძლია ეს ესე გაყინული უნდა შეინახოს ეს. ისა, კუჭმაჭი იმისი. ნაყიდი ჩვენი. გასაგები. ეხან მითხარით. აი აქ აი რო რამის ამოსაღებად რო მიდიხართ და გამზადებული ხინკლის ფარში რო გაქვთ, რომელიც არ გაირეცხება. არა, ერთი წუთი მომისმინეთ. ხო და რატო უნდა იყოს ერთად მითხარით ჯვარი მაცივარში უნდა იყოს და საყინულეში არ უნდა იყოს. ანუ თქვენ ყინავთ, გარკვეულ ტემპერატურაზე აყავთ, მოიცადეთ. აი ხინკალზე აქ ვიცაცა უნდა უთხრათ, იმ წუთში ტარდება ხორცი. ნახე ხორცი. არა, ნახეთ. მე არ გედავებით. კითხვას გისვამთ და პასუხი მითხარით კითხვაზე. ნახეთ, ხორცი არის გაყინული, მიპასუხეთ. კი,
კი, საყინულია, კი ბატონო. ეს გამღვალია უკვე და იმაშია, თავისივე სითხეში სურავს. აი ეს გულღვიძლი, ხო? ეს რა არის? კუპატი. კუპატიც გაყინულია? გამზადებული და ჩადებული მოცივაში ხო გარეთ ხო არ დავდებთ კაცი. არა, ქალბატონო, არ გეუბნებით, ხო არ გეუბნებით გარეთ, რატო არ დევსტკო? ანუ გაყინულია, ხო ესეც? ეს ახლა ხინკლის შეკვეთა დაგვირეკეს და სანამ გაამზადებს ცომს და იმას ჩადო მაცივარში. მაცივარში არა, საყინულეში ჩადო. და საყინულეში, ანუ თქვენ თვითონ მეუბნებით, რომ გარკვეულ ტემპერატურაზე რო ავა, მერე თიშავთ და მერე გაქვთ და მერე ისევ ყინავთ. ანუ ყინვა, ამის თქმა მინდა რომ გაყინვა, გალღობა პროდუქციის არ შეიძლება ძვირფასო. არავითარ შემთხვევაში. ეს უბრალოდ ძალიან პროვოცირებას იწყებს მიკრობთა ზრდას და აფუჭებს პროდუქციას. ბაყალი, სადაც მზადდება მწვადი და ქაბაბი. ტერიტორია არის ძალიან მოუვლელი. ხედავთ ღია კუპეს და იქ არიან ადამიანები, სტუმრები. უიმე, ნახეთ რა საინტერესო შენობა, შეხედეთ? კუპეები აქეთ, იქით და შვაში არის მ და ჟ, ქალ და ვა. ვა, ალბათ, ვაჟები, ქალები. თუ სწორად წავიკითხე, მ და ჟ გასაგებია. აი ეს არის ტუალეტი. უკვე გული მისკდება, მაგრამ მაინც უნდა გაჩვენოთ. აი ეს არის ძალიან მოუწესრიგებელი, ვაიმე. არ ვიცი. ხელსახოცით გავაღებ თურქული ტუალეტია. აი ასეთი ძალიან ბინძური ნიჟარა. ვერაფერს ვერ შევეხები უკაცრავად. მაგრამ აი ამ საპირფარეშოთი უკვე შეიძლება თქვა, რომ არც სამზარეულო იქნება მოწესრიგებული. ეს რა არის? ფრის აპარატი, კი ბატონო. ზეთის სუფთაა შიგნით. ეს გამზადებული ხაჭაპური აქაც ხოვთ, კი ბატონო. რაც პროდუქცია შეგვიძლია სუფთად იმაშვებით, მაგრამ თვითონ პირობები რა? პირობები გაქვთ ძალიან ცუდი. აი პროდუქციაზე მუშაობთ, რა ვიცი, მეც ვთილობთ ყველა. ძალიან ცუდი. ეს შეკვეთა გაქვთ სტუმარს ელოდებით? აქ ხინკას ხარშავთ, ხო ალბათ? იქეთ რა არის? იქით დარბაზია პატარა. და პატარა დარბაზია. აი ესეთი ტაფები არ შეიძლება ძვირფასო. აი ესეთი ტაფები. აი ეს არ უნდა იყოს, აი ესეთი ტაფები არ უნდა იყოს. ნახეთ, კიდე რა მინდა გითხრათ, მდგომარეობა გასაგებია, რომ ძალიან ცუდია. მესმის, რომ როქოდეთ ფინანსური მდგომარეობა გააკეთებდით და ვერ აკეთებთ, მაგრამ აი ახლა მითხართ, აი ამის გამორიცხვას რა უნდა? გამორიცხვას ხო არ ჭირდება ფინანსები? არა, არც მე არ გედავებით საერთოდ არა ვარ განწყობილი უარყოფითად თქვენს მიმართ და არც ვაპირებ დავას, კი ბატონო. აი ნახეთ, არა მესმის, მე ყველაფერი მესმის, თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმეს აბსოლუტურად ყველა ერთნაირ პირობებში ვართ. კი ბატონო, მაგრამ ეს რა უნდა იყოს, იცი, მე პატრონებზე უნდა იყოს გაწეული, არ უნდა გაქირავდეს ისეთი ობიექტი, ყვევის ობიექტი. თქვენ რო ქირავთ, აი თქვენ რო ქირავთ, ნახეთ, აი იქირავეთ ხო ობიექტი. შეიძლება იყოს რაღაცა ობიექტი მოუწესრიგებელი, შეიძლება იყოს რაღაცა, ანუ ისევ მეტლახი არ იყოს, თუმცა ესეც დაუშვებელია, მაგრამ კარგით რაღაცა ნიუანსები არის, მაგრამ აი მითხარით, აი ამ კუთხეებს და კედლებს რომ მოვყვეთ, აი ამის გაწმენდა და გარეცხვა ხო შეიძლება. მარტო აი ესეთი ხარისხიანი და კარგი ხორცი ხო არ არის. აი მითხარით, აი ამით რო გადამიწმინდავთ მაგიდას, აი ხوارში ლარიან ტილოზია ლაპარაკი, რომელიც უნდა იყოს. აი ერთი, მეორე, აი ნახეთ, ესეც ნარეცხი, არც ერთი არ არის ისეთი, რომ მაგიდა გადამიწმინდოთ და დავჯდე და შევჭამო. აი ელემენტარულად, როდისმე შეგიხედია თქვენით? აი უბრალოდ შეიხედეთ, აი რა მდგომარეობა, ამის ჩამოშვება და დაფარვა ეს ხო არ ნიშნავს, რომ ობიექტზე კარგი მდგომარეობა გაქვთ. ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვთ და ძალიან მწუხვა. თუმცა ეროვნული სააგენტო იყო აქ საერთოდ? არასდროს არ ყოფილა? ანუ ამ ობიექტის შესახებ არც იცით. ნახეთ ქალბატონო მაკა, ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა. აგერ გიდევთ ხორცი, რომელიც სუნთქავს. არაჩვეულებრივი და ზევიდან
ხდება ცვენა. კარგი დავანებებ ამას თავს და კიდე ჩამოყრით და რაღაცას იზავთ არა. რა გაგიჭირდათ ისე რომ აი ეს საშინელება ვერ ჩამოაგდეთ და ვერ გადააგდეთ. გარეთ სხვაზე ზედმეტია ლაპარაკი. როდესაც აი ცვენა მიმდინარეობს და როდესაც აი ასეთ მდგომარეობაშია კედლები, არავითარ შემთხვევაში და რა ვიცი აქ ორთქლი რო ხდება, იტყობა მაინც ისე დასკრა. დიაფიანი პლასტიკატი გააკარი. ეს არის რესტორანი მონადირეს ტერიტორია, აი საშინლად მოუწესრიგებელი, აი არასოდეს აქ არაფერი მე მგონი არ მოუხვეტიათ, არ დაულაგებიათ, აი ესე პირდაპირ სამზარეულოდან აქედანაც ხედავ რაც არის ეს სამზარეულო და აქედან მოდის მილი, გამოდის აქ და აქ შეგიძლია ხელი დაიბანო, აი ესეთი უბინძურესი რაღაც საშუალებები, რაღაცა ტილოები რა არის, არ ვიცი, ყველაფერი ძალიან ბინძური. აი რასაც ხედავ, აი არაფერი არ მომწონს, ნუ რაც ხდება სამზარეულოში თქვენით ნახეთ და მაინც შეგახედებთ დარბაზში რა არის. აი ესეთი უბინძურესი ხალიჩა დევს შემოსასვლელში, აი ესეთი არ ვიცი, რაღაცა ძველი გადასაფარებელი, არ მინდა არაფერს შევეხო, იმიტომ რომ აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ არ არის სუფთა, აი ესეთი დაშლილ დანგრეული რაღაცა მაგი და არ ვიცი, აი ეს არის გარემო. როგორ გითხრათ, ერთადერთი რასაც შეიძლება რომ თვალს ესიამოვნოს ეს არის ბუხარი, ცეცხლი, იმიტომ რომ ცივა ამინჩი ნამდვილად კარგია, სითბო ყველაფერი დანარჩენი, ნუ აი აქაც რაღაცა ესე დაყრილი ნახშირი თუ რა არის, არ ვიცი. მოკლედ სერიოზულად აკლია სისუფთავი. აქვე ეწევიან აგერ ხედავთ სიგარეტის იმას. და სუნიც დგას სიგარეტის, მოწევა არ შეიძლება, ხო იცით შენობაში. აქ გრძალულია კანონი. თქვენთან ეწევიან და საფერფლებიც ვნახე ბლომად. გარეთ? ხო რა ვიცი, გარეთ არ მუშაობთ, არაფერი არ არის და. ფაცხებში ახლა ძია, ხო, რა ფაცხებშიც არ შეიძლება მოწევა. მაგრამ გარეთ ხო უნდა დაუდო. აი, იქ უნდა მოწიო, აი ეზოში. რაც ღია, რაც დაკეტილი არა. რა ვიცი, არ გაქვთ არც ერთი მაგიდა და არ მუშაობთ და რანაირად. მაგას ვიცით, არა გარეთ რო გამოვა ადამიანი, ხო უნდა ჩააფერფლოს, თუნდაც. აჰა, გასაგები, როცა გარეთ გამოდის, მაშინ მიგაქვთ ეს საფერფლები. ხო უნდა დააფერფლოს შიგნით. უკვე მეორედ მესმის ეს ახსნა. ეს რა არის? არა, ის საწყობია. აქ ინახავთ პროდუქტებს? აბა ამას რა უნდა აქ? რატო არის აქ კარტოფილი და კარტოფილს აქ რეცხავთ? კარტოფილს აქ რა უნდა ამ საღორეში რა უნდა პროდუქტ საერთოდ? აბა ეს რა არის? აი ნახეთ, ეს რა არის? ამას შეხედეთ. ეს არის რესტორანი მონადირე, აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა, შეხედეთ თქვენ თვითონ. ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის რესტორანი მონადირე. აქ საკვები გვაქვს და აქ საპირფარეში. ძალიან წოხვარ, რომ ესეთ სიტუაციაში მოგვიწია მოხვედრა. პროდუქტი და უნიტაზი ერთ სივრცეში არ უნდა იყოს. ნიჟარა, სადაც ხდება პროდუქტის დასუფთავება, მოწესრიგება და მოთხოვნების დაკმაყოფილება ერთ სივრცეში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობს. არ მომეწონა ეს რესტორანი, მონადირე, ვერანაირად რეკომენდაციას ვერ გაუწევთ. ისიც ნახეთ თქვენ სამზარეულო, სადაც მადონა იყო შემოსული განამღებ ჯგუფთან. არ ვიცი, შეიძლება პროდუქცია არის ძალიან კარგი და გემრიელი, მაგრამ გარემო იმდენად მოუწესრიგებელია და იმდენად აი სისუფთავის შეგრძნება არ გაქვს საერთოდ. აი საერთოდ თითქოს არ ყოფილა აქ არც ცოცხიც, არ აქანდაზი და არც ტილო და არც არაფერი. ამიტომ აი ესეთი ძალიან სევდიანი შთაბეჭდილებებით ვტოვებთ ამ ადგილს. ჩვენ ვართ ვარკეთილში, ჯავახეთის 152 გ რესტორანი მონადირე.